შეეხება ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მან დააფუძნა 2012 წელს, როცა გაისტუმრა კრიმინალური რეჟიმი, მისი შედეგები არის რა? ჩვენ აღარ დაგვიკარგავს ჩვენი ტერიტორიები, მას შემდეგ, ხო? ანუ მანამდე რუსეთს ჰქონდა მუდმივი პროგრესი საქართველოში, თქვენი ხელისუფლების დროს, ჩვენი ხელისუფლების დროს ეს პროგრესი შეწყდა. ამ 30 წელს ჩვენ თუ გადავხედავთ, ყველა მმართველობის დროს ქვეყანაში იყო დესტაბილიზაცია, კონფლიქტები, ომები და ტერიტორიების დაკარგვა. გადახედეთ ჩვენს მიერ მართულ პერიოდს. მას შემდეგ რაც მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. საქართველოს არ დაუკარგავს არც ერთი გოჯი მიწა. ესე იგი, თქვენ თქვით ესეთი რამ, რომ ამ ტერიტორიასო, რაც მე თქვენ გაჩვენეთ და კიდევ ერთხელ გაჩვენეთ, იისფრად, 1,000,000 კვადრატული მეტრი დღეს არის რუსის მიერ ოკუპირებული, რაც თქვენ მიერ იქ საგუშაგოს ჩადგმამდე ოკუპირებული არ იყო. არის თუ არა ასე? თქვენ ამაზე მიპასუხეთ, რომ ის კაცი მეთქი ვამბობდი, რომელმაც ტერიტორიები დაუკარგა ქვეყანას, მე მეძახის რუს უნდა გებმებოდეს იმ ადამიანს, ვინც ეს ტერიტორია დაკარგა 1,000,000 კვადრატული მეტრის. 1,000,000 კვადრატული მეტრი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა საუბარი. საქართველოს ინტერესია. რომელიც დაუკარგეთ ქვეყანას. ამიტომ